აი რა ვქნა მეგობრებო, ძალიან მინდა რომ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ჩავწერო ვიდეოები, თუმცა ისეთი ამბებია აი ამ საცოდავ მიუსაფარ ძაღლებზე, რომ ვერაული ვერაფრით გვერდზე იძულებული ვარ ისევ აი ამ თემაზე ვილაპარაკო. წინა მე გითხარით რომ რამდენიმე დღეში აუცილებლად ჩავწერ კონკრეტულ ვიდეოს, როგორ მომპარა ვირიშვილმა მონიტვილის მონიტორინგმა 8 წლის ნალოლიავები ძაღლი და მთელ თბილისში ანალოგიური სიტუაცია ყველა უბნიდან ცხოველთა მოყვარულები წერენ მაგას რომ ძაღლებს იპარავენ და ადგილზე აღარ აბრუნებენ და თავშესაფარი გეუბნება რომ ჩვენთან არ არის და კლავენ რა ხოცავენ ამ ძაღლებს პირდაპირ ვთქვა, თუმცა ველოდები რაღაცა სიტუაციების დაზუსტებას კიდე შემდეგ ჩავწერ ამ ვიდეოს. ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ ერთი როგორ გითხრათ რავი, აი გონება ჩლუნგი როყიო რეგვენი ტიპი. ანუ წინა ვიდეოში მე განახეთა ადამიანი რომელიც ქართულ ოცნებასაც დედის ტრაკს აგინებდა და თან ძაღლების მოყვარულებსაც აგინებს, ძაღლებსაც აგინებს და რატომღაც ასახებს რომ ძაღლები ვისაც უყვარს ის არ არის მხარდაჭერი საქართველოს ტრადიციულ რაღაც დებილობები განახეთი ძნერი კაცი. ეს პირიქით ქართულ ოცნებას იცავს ყველა თავის ვიდეოში, ანუ აქებს ადიდებს, აპრავებს ასე ვთქვათ და ნუ ისე დებილობებს ლაპარაკობს ძაღლებს და ძაღლების მოყვარულებზე მეტი არ შეიძლება. ანუ ამით ის მინდა განახოთ რომ მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა არა აქვს არანაირი მნიშვნელობა რა. ძაღლის მოყვარულიც შეიძლება იყოს ქოციც, ნაციც და ვიღაცა რადიკალი რა ქვია კონსერვატორიც, ასევე მოძულეც შეიძლება იყოს ნებისმიერი პოლიტიკური კუთვნილებისა დინა რუსეთუმე, არა რუსეთუმე, პროევროპელი ამ ძაღლების მოყვარულებში ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მოდი აი განახოთ ახლა რას ჩერჩეტობს ამ ხელა კაცი, რომ ჯერ ერთი ის რომ ამისთვის ახალი ამბავი ყოფილა რომ ვიღაცებს ბევრი ძაღლები ყავს შეფარებული და უვლიან და ჭკუას არიგებს ბიჭო, რომ არ შეიძლებაო ეგრეო არაო. ეს რეგვენი, მოდი მოусმინოთ კარგი და გავაგზელებ შემდეგ რა. მე აგიხსნით რატო ვამბობ რომ რეგვენია. 70 ძაღლი ყავს ამ ოჯახს მეგობრებო. 70 მართლა. ამომიგდო მოკლედ ესეთი პოსტი რომ ოჯახი იყო 70 ძაღლი ყავს მეთქი. ჯამრთელად ხართ ხალხო და ხო და გადაურეკე მეგობრებს მეთქი დავეხმაროთ რა და 500 ლარი შევაგროვეთ. ოღონდ ამ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებ რა, ახლა მე არ მიყვარს ესე გახმაურება სიკეთეების. და 500 ლარი ეროვნული გადავეცი ადამიანებს. არა, აქ ფოტოებს ამოვაგდებ მართლა სამწუხარო მდგომარეობა, მაგრამ ნუ პირდაპირ უთხარი კაცო და მაგიტომაც ვღადაობ ხა თქვენ არ გეგონოთ რომ ჩავედი იქ რაღაცა ვიტირე და ვიქვითინე და ეხა გეუბნებით და ეხა ვღადაობ არა. პირდაპირ ვეუბნებოდი რომ მეთქი ხალხო რავი მოვკვდებით. რა საკეთებთ მეთქი? გამოვასწორეთ ეს მდგომარეობა. მეთქი ანუ შემიძლია ეხა რომ ჩავწერო ვიდეო და ხალხს თხოვო დახმარება, მაგრამ მეთქი დახმარების მაგივრად მოვა აი მართლა სასურსათოისა და აი წინაზე რომ გამოიგონეს ის ამბები რომ ცოცხლად წოვენ ძაღლებს მეთქი აი ხა მართლა მოვლენ ცეცხლით და ღუმელებით მეთქი და აი გადაწოვენ აქაურობას. ანუ რა საკეთებს მეთქი ხო და ვისაც სორული გექნებათ შემიძლია დაგაკავშიროთ, უბრალოდ მართლა არ მინდა ეხლა რაღაც ვიდეოების ჩაწერა რომ სასურსათო მართლა მივა და წაიყვანს ყველა ძაღლს და ღირსებიც იქნებიან ეგ ისედაც უთხარი. იმიტომ რომ არ შეიძლება ესე ძაღლების ყოლა და ესეთ მდგომარეობაში გაჩერება და ადამიანმა რა უქნათო ეხა ყველა შეფარებული ყავსო თან გიჟები არ არიან ბიჭო, ანუ მეთქი ამ სტერილიზაციას ხო უკეთებთ აბსოლუტურად ყველა სტერილური ყავსო, ანუ არაჩენო ბავშვებსო, უბრალოდ ქუჩაში რომ ნახავთო ავადმყოფ ძაღლსო მოუყვავსო და უმკურნალობთო და მერე ვეღარ უშვებთო. მეთქი ღმერთმა გიშველოთ, მე ვერ გიშველთ. ასე რომ წამოვიდი მანდედან. ესე ნუ თუმცა რა ვიცი, 1-2 კვირა მაინც უშველი ადამიანებს და თუ ვინმე სურვილი გექნებათ მართლა გეტყვით მაგ ადამიანების საკონტაქტოს, მისამართს არა, ანუ ჯერ დაურეკეთ და დაეხმარეთ თქვენ თვითონაც. აი კაცო არ გადაგვრიო ჯიგარო, არ შეიძლება ეგრე და მეო უთხარიო კაცო მოკვდებითო, რა საკეთებთო ხალხო, რა გააკეთონ აბა შეჩება რა უნდა გააკეთონ მითხარი. გაყარონ ქუჩაში ეგ ძაღლები? აი ჯერ ამ ხელა რეგვენი როგორ ახლა ბიჭო ადამიანმა ქუჩიდან შეიყვანა ძაღლები შემოსაზღვრულ ტერიტორიაში ყავს და განაპირობა ის რომ ქუჩაში არ დარბიან ეგ ძაღლები და მოსახლეობას
პრობლემას არ უქმნია და ჭკუას არ იგებს, თქვენ თქვენ მართლა შიგ ხო არა გაქვთ ბიძიკო, თქვენ გონიათ რომ ვინმე სიამოვნებს სახში 70 და რა ქვია 30 და თუნდაც აგერ მე რო 10 ძაღლი მყავს სიამოვნებს და ამინგრიეს მომისფეს გარაჟი და ეზო და ყველაფერი დალეწეს აქაურობა დაღრმეს სტუმარი არ მოისვლება აქა და მოდი ახლა და ჭკუა დამარიგე ესე არ შეიძლება ოი ძალიან კარგად ვიცით რა როგორ შეიძლება ბიჭო უკვირს ტიპს გაიგე რომ თურმე ესეთი ხალხი არსებულა რომელიც ძაღლებს ეს და ჭკუას არ იგებს ბიჭო ეს შენ რო არიცი ბიჭო ეს თემა უნდა მოკეტო აიგე დებილობები კი არ უნდა ილაპარაკო ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რა შეიძლება და რა არ შეიძლება იმის არ ყოს ბოლოს რომ აუ გიჟები არ არიანო ანუ გიჟები ეგონა რახან 70 ზაღლი ყავს ადამიანს კეთილ ადამიანს შეკედლებული ამან ჩათვალო გიჟები არიან და მისთვის ძალიან შოკის მომგვრელი ინფორმაცია კაცო 70-ვე დასტერილებული ყოლია თუ ანუ ამას რა გონია იცი ამათ რა გონიათ ასე ებილებს რომ ჩვენ ძაღლების მოყვარულები ამ ძაღლებს იმიტომ ვიკედლებთ რომ არ დავასტერილებინოთ ლეკვები დავაყრევინოთ ბევრი ოი ხო არ გამოყლევდით მართლა ბიჭო ჩვენ ძაღლების მოყვარულებს ყველაზე მეტად გვინდა ყველა მაგ ძაღლის დასტერილება სწორედაც ჩვენი ძაღლების მოყვარულებთან შეფარებული ძაღლები არიან ყველანი დასტერილებულები იმიტომ რომ შენაირი რეგვენისთვის ის ძაღლი ქუჩაში მყოფი ძაღლი ლეკვებს რო დაყრის ის შენაირი რეგვენისთვის პრობლემა არ არის იმიტომ რომ მაპატიედას ლეზე კიდია ის ლეკვები შენ და დაიხოცებიან ჭირი დაემართება დამოწყდებიან გადაწყდებიან მნიშვნელობა არ აქვს მივა მონიტორინგის სამსახურე დაამარხავ და შენ ლეზე კიდია და ცხოველთა მოყვარულებისთვის ეს გულის ტკივილია ის ლეკვები რო დაიხოცებიან ზუსტად ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ რომ ყველა ძაღლი იყოს დასტერილებული გაიგეში რეგვენო აი ესე რეგულარულად რომ აქვს საზოგადოებას მიწოდებული ეს ყველაფერი ცხოველთა მოყვარულები ძაღლების მოყვარულები ანუ დანახებულები ვართ საზოგადოების როგორც ვიღაც გიჟები რომლებიც დავრბივართ და ვეწინააღმდეგებით ქუჩაში მყოფი ძაღლების დასტერილებას და კასტრაციას პირიქით ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი რო არიცი გონზე რო არა ხარ რას ბოდიალობ არ უნდა იბოდიალო თუმცა ხა რა ველაპარაკო ტიპი ამავე ვიდეოში ჩამოსდა ცალკე ვიდეო ქონდა კიდე ჩაწერილი რომ ისაო ძაღლების დაწვის ამბავი მოიგონეს თუ ისა და რაღაცას ღადაობს ღლაბუცობს ამ თემაზე არავის არაფერი არ მოუგონია შენ რეგვენო შენ ეს არის ძალიან გონივრული ეჭვი ძაღლები მიყავთ თავშესაფარი გეუბნება ჩემთან არ არის სად არის ის ძაღლები გადავსვით სხვა ტერიტორიაზე იმ სხვა ტერიტორიას არ ასახელებენ სად არის ის ძაღლები და დაწვეს ცოცხლად ერთი ცოცხლად დაწვეს თუ რა დაწვეს ეგ კიდე სხვა თემა რა თქმა უნდა დახოცეს ის ძაღლები მერე დაწვეს დამარხეს რა ქნეს ერთია და მე მესამე კიდე ცოცხლად დაწვა შენაირ რეგვენს რო გონია რომ ძაღლი დაკუნტრუშობს აგერ და შეაგდეს და დაწვეს და ყებს ძაღლი დაწვის დროს ეგრე არ არის ცოცხლად დაწვა ნიშნავს იმას რომ მომადუნებელი გაუკეთეს გათიშეს ძაღლი მაგრამ მკვდარი არ არის და ისე დაწვეს თუმცა რა ველაპარაკოთ აი მოусვეთ როგორ შეიძლება ამ თემაზე თუნდაც ჭორი იყოს ადამიანმა ნორმალურმა ადამიანმა იღლიცი ცოცხალ ძაღლებს წავენ ესეთი ინფორმაცია გავრცელდა 2 წლის წინათ სადაც ვინ ადამიანმა იგივე რა თქმა უნდა თამაზელის ბარაშვილმა გავრცელა რომ ჯილდო 20000 ლარი მას ვინც გურჯანის ცხოველთა თავშესაფრიდან გამოიტანს ძაღლების ცოცხლად დაწვის ვიდეო კადრებს ეს კადრები გამოვიდა არა რამე დამადასტურებელი საბუთი გამოვიდა არა აი ცოტა მეტრი რო დააწესოს მე მართლა დაწოვს ვინმე თავის ძაღლს და მოგიტანს რომ აჰა აგე ხო არისო ძაღლის დაწვის კადრიო მე მეგონა უბრალოდ ძაღლი უნდა დამეწოვა რომ ჩემი ჯეკა დავწვიო ჯერ დავიწყოთ იმით რომ ესე იგი ეს ამბავი იმიტომ ყოფილა ტყუილი რომ თამაზელის ბარაშვილს გაუცელებდა რა შოშე ბიჭო თამაზელის ბარაშვილი საერთოდ რამე სანამ იტყოდა მაგ თემაზე მანამდე მე ვიცოდი ეგ და პოსტით ჰქონდა დადებული ან თამაზელის ბარაშვილი რო გაქვთ ჩემული თითქოს და რაღაც ოდიოზური პერსონა არისო თუ რაღაცაო ეგ რას გავს იცით პუტინიზე რო იძახო აი პუტინმა რაც თქვა ის გაიმეორა ოცნების იყო პაპუაშვილმა დაუშვა თქვა აი შენ რო აპრავებ იმ ქართული ოცნების ლიდერებს მაგათ უყენებდნენ ეგეთ ბრალს რომ აი პუტინმა რა თქვა გაიმეორა და პაპუაშვილმა და იმენ და პაპუაშვილმა უპასუხა ზუსტად რომ რა პუტინმა რო თქვასო რომ ხვალ მზე ამოვა მე აღარ უნდა ვთქვაო იმიტომ რომ ეს პუტინის აზრიაო ხვალ მზე ამოვაო ესეა თამაზელის ბარაშვილმა რო თქვას ახლა ხვალ მზე ამოვაო მე აღარ უნდა ვთქვა ასე რომ თამაზელის ბარაშვილი მან არაფერ შუაში არ არის შეჩერჩეტო და შენ რა არის შენი პრობლემა იცი ვიღაცა ხარ არ ვიცი ალბათ ჩემი შვილის ტოლი ან ცოტა უფროსია ცოტა მერიდება კიდევაც ეს საუბარი
არ შეიძლება ეს არ არის საღლიცინო თემა, მიუსაფარი საცოდავი ძაღლები. შენი პრობლემა რა არის? არ იცი თემა. უბრალოდ რა შენ გონია რომ ვიღაცა ამით ქართულ ოცნებას უტყამს ამ თემით რა? და შენი მიზანი არის არა ძაღლების რაღაც გარკვევა რეალური, არამედ ქართული ოცნების დაცვა. აი მაგაზე გაქვს ეს ტრაკი ათამაშებული, რომ აი ქართულ ოცნებას ვიღაცა უტყამს და აი ამან ქართულ ოცნებამ უნდა გააправოს. რეალურად ინფორმაცია არ გაქვს. ზუსტადაც აი ასეთი სხვათა შორის რო იცოდე თუ ოცნებაზე გული შეკტივა, უთხარი ვინმეს მან ქართულ ოცნებაში, რომ აი ასეთი საქციელით ქართულ ოცნებას ძირს უთხრიან, ძალიან ცუდ საქმეს უკეთებენ. ძაღლების მხოცველის იმიჯის და რეპუტაციის შექმნით, ოღონდ არათამაზელი ზბარაშვილი, არამედ შიგნით ქართულ ოცნებაში შემძვრალი ვიღაც ვითხა, რომელიც მართლა ხოცავს ძაღლებს და მოვა დრო და გაირკვევა ეგ, რომ მართლა ხოცავენ ამ ძაღლებს, ეგ ვირიშვილები და მე მაინტერესებს როგორ იტანცავენ. და ქართული ოცნების გულშემატკივრები ვინც ახართ, პირიქით უთხარით რომ ეგ ვირთხა აღმოაჩინონ ვინ დაიწყო აი ესეთი სადისტური, იმიტომ რომ 1 წლის წინ და 2 წლის წინ არა პირიქით ჰუმანური მეთოდებით ხდებოდა ამ პოპულაციის მართვა, ძაღლების მოყვარულების ინტერესებს ითვალისწინებდნენ, ჩვენ ხარეს იყვნენ. ბოლო 1 წელი აი ეს სადისტობები და მანიაკობები დაიწყეს და ამას მიხე საგულისხმოა ეს ფრაზა კიდე რომ თქვენო არ გეგონოთო მე იქ ხა ჩავედი ვიტირე ვიქვითინეო იმ მდგომარეობის გამო რაც იქ ნახეო და ეხლა ვღადაობ არაო იქაცო უთხარიო არც მიტირია არც მიქვითინეაო იქოც უთხარიო დავარიგეჭკუაო ვიცით შენაირ რეგვენი რომ იქ არ იტირებდა და არ იქვითინებდა და ვერ გაიაზრებდა იქ რა ხდება ეს ვიცით არ გვინდა ამის ახსნა რაც შეხება 500 ლარს თუ ადამიანებს ესე დახმარებას გაუწევდა მე ეს გამოხვალ და ესე დაცინებ პირდაპირ ეთერში მოდი პირდაპირ გეტყვი გაიკეთე ტრაქში ეგ შენი 500 ლარი არავის არ ჭირდება იმ ადამიანებს ვეხმარებით ჩვენს და ეხმარებიან მართლა ისე რომ მე ეთერში არ ტლიკინებენ ამას როგორც შენ ტლიკინებ ვითომ არ მიყვარს ამის ეთერში ლაპარაკიო და აფიშირებაო მაგრამ აფიშირებ და მაგ 500 ლარს აყვედრი იქ ადამიანებს ჭკუას არიგებ კაცო რომ თურმე ესე არ შეიძლება როგორ შეიძლება აბა კიდე ერთი საგულისხმო ფრაზა მოვაო სურსათი გადაწყვეტს აქ ორბას და ღირსებიც იქნებიანო რატო იქნებიან ღირსები ერთი ჯიგარო ამიხსენი იმიტომ რომ ეცოდება საცოდავი ამტყოფი ძაღლები და ქუჩაში ვერ უშვებენ ამიტომ იქნებიან ღირსები რომ სურსათი მივიდეს და გადაწყვას იქაურობა რაღაცა ლეობა კიდე მეო თქვენ დაეხმარეთ მაგრამ 1-2 კვირითო მეო დაუტოვე 500 ლარი შენი აზრით 2 კვირა ეყოფა 70 ძაღლს 500 ლარი შე დებილო 70 ძაღლს შეიძლება 2 დღე არ ეყოს ამ ყველაფრიდან გეტყობა ერთი რაღაც კიდე რომ როყიო ტიპი ხარ ბიჭო მაგრამ შენ რა გელაპარაკო მე მახსოვს ეს ადამიანი ყვარში რომ მანქანები გადავარდნენ და ხალხი დაიხოცა მივიდა იმ ყვართან და გადაობდა ამ თემაზე ხლაბუწობდა ნუ შეუგნებელი რეგვენი რა და აი ამ ყველაფერში გეტყობა რომ შენ ეს თემა არ იცი ჯიგარო გონზე არ ახარ რა ხდება აი ამ ძაღლების ამბავში და აი მიუსაფარი ძაღლების ამბავში საერთოდ არა 500 ლარი გონია რომ 2 კვირა ეყოფა 70 ძაღლს ასევე გონია რომ აი ამ ძაღლების მიმკედლებლები გიჟები არიან და ძაღლების გასტერილება არ უნდა და გაგიკვირდა რომ ყველა ძაღლი გასტერილებული ყოლია ყველა მიმკედლებელს ყველა ძაღლი გასტერილებული ხარ შეგამოტვინებულო და ზუსტად მიმკედლებლებს უნდათ პირველ რიგში ძაღლების გასტერილება. ბევრი რამე არის და თუ გაინტერესებს რა ხდება ზოგადად ამ ამბავში, რეალურად რა ხდება, თუ გაინტერესებს, ან მე დამიკავშირდი, ან ვიღაც მოყვარულებს ჭკუას კი ნუ გვარიგებ ბიჭო, აქ შენზე ნაკლები ვინ იცის, რა შეიძლება და როგორ შეიძლება, თურმე არ შეიძლება კაც 70 ძაღლს სახში, არ გადამრიო. ეს არ შეიძლება ხალხო მოაწესრიგეთ, მიხედეთ რა უნდა რანაირად უნდა მიხედეთ. რა უნდა გააკეთო გაუშვან ეს ძაღლები ქუჩაში ისე ბედისანაბარა და იქ უარეს პრობლემებს მოვასურსათი და წაიყვან საწაიყვან შეგამოტვინებულა წასაყვანი არცად არა აქ სახელმწიფოს ძაღლების პრობლემა ზუსტად მაგაშია თორე ჩვენ კი არ გვიხარია ჩვენ თვითონ დავიყვანდი ქუჩაში ძაღლს და წაუყვანდი სახელმწიფოს სადმე მსგავსი მოწესრიგებული და მიხედული ტერიტორია რო კონდეს სადაც იმ ძაღლს კარგად მიხედავ იმ 70 ძაღლიდან დარწმუნებული ვარ ეგ ადამიანი 65 ჩააბარებდა სახელმწიფოს ჩემი 10 ძაღლიდან 8-ს ჩავაბარებ სად ჩავაბარო გითხარი ერთი რომ დამდგარ ხარ აქ და ჭკუას გვარიგებ ისიც აგვიხსენ ესე რო არ შეიძლება ვიცით და როგორ მოიქცეთ აგვიხსენი აბა მოვა სურსათი და წაიყვანს კითხე ერთ იმ სურსათს სად წაიყვანს იმ ძაღლებს არ გაგჩენია სურვილი რომ კითხო სურსათს სად წაიყვანს ძაღლებს რომ მოგცენო
აი ეს კი არ უნდა იჯდე და ეს დებილობები კი არ უნდა ჭუა კი არ უნდა გვარიგო აქაში გამოტვინებულო დადექი და სახელმწიფოს აი შენ ქართულ ოცნებას რო აპრავებ ხოლმე აი მათ მოუწოდე რომ აი ამ მილიონებს 20 და 25 მილიონი როა თბილისიან რეგიონებიანად ბოლო 2-3 წელიწადში დახარჯული ამ სფეროში და ძაღლების დახოცვის მეც არაფერს არ აკეთებენ აი მოუწოდე რომ წესიერად მოაგვარონ პრობლემები და ადამიანები მომისმინე იძულებული არისონ რომ 70 ძაღლი შეიფარონ იძულებული რა შენ დებილი ხარ და შენ გონია რომ იმ ხალხს უხარია 70 ძაღლი რო ხავს იქა და ჭკუას არიგებ სახელმწიფოს და არიგე ჭკუა სახელმწიფო შეგამოტვინებულო და ყველა ესე გამოტვინებულს მოგიწოდებთ რომ ან მოკეტეთ ამ თემაზე ან კარგად გაიგეთ რა ხდება და მე იტლიკინეთ მადლობა ყურადღებისთვის